პეკინი, შენჟენი და შანხაი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში ეცნობიან. მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს. დაგეგმილია ეგრეთ წოდებული როუდ-შოუები და პრეზენტაციები. სამივე ქალაქში ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ჩინურ ტურ ოპერატორებთან კონტაქტები დაამყარონ და მათ საკუთარი პროდუქტები შესთავაზონ. ბოლო პერიოდში ჩინეთთან მოქმედი უვიზო რეჟიმისა და დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის გათვალისწინებით ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში მკვეთრად გაზრდილია. შესაბამისად, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული ბაზარი ქართული კომპანიებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. საზღვაო და ზამთრის კურორტები, სათავგადასავლო ტურიზმი და ქართული სამზარეულო. ჩინეთის მსხვილი ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ეცნობიან. კამპანიას Dragon Trail International თანამშრომლობის ფარგლებში ტურიზმის ადმინისტრაცია ჩინეთის სამ უმსხვილეს ქალაქში მართავს და მასში 20-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს. როუდ-შოუს განმავლობაში გაიმართა რამდენიმე აქტივობა, მათ შორის ეს იყო თქვა ღონისძიებები, გარე აქტივობები, რაც თავარია B2B შეხვედრები 20-ზე მეტი კომპანია საქართველოსდან წაყვანილი ყავდა. ის კომპანიები, რომლებიც უშუალოდ ჩინურ ბაზარზე მუშაობენ, ან დაინტერესებულები არიან ჩინური ბაზრის სპეციფიკით, იმისთვის რომ ახალი ბიზნეს კონტაქტები დაამყარონ და საქართველოში ერთობლივად ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული სერია ღონისძიებებისა, რომელიც ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში ტარდება, მას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. წარმოჩენილი იქნება საქართველოს ტურისტული პოტენციალი და გარდა ამისა, ყველაზე მისასალმებელი გახლავთ ის, რომ ქართული ტურიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ჩინეთის ტერიტორიაზე მოხდება არა მხოლოდ ტრადიციული ფორმებით, არამედ უკვე ჩართული იქნება მაღალი ტექნოლოგიების საკომუნიკაციო პროგრამები და პროექტები, რომლის ატვირთვაც და რომელზედაც სტომა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ჩინელი მოქალაქისათვის. ჩვენი მიზანია ჩინელებისათვის საქართველოს როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაცია მოვახდინოთ. რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ აქტიურ კამპანიას, B2B შეხვედრებს. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ ხალხს თუ რა ტურისტულ პროექტებს თავაზობს საქართველოს ტურისტებს, რომ შემდეგ მათ იფიქრონ საქართველოში მოგზაურობაზე. ჩვენ ვაწყობთ ბიზნეს ღონისძიებებს პეკინში, შანხაიში, შენჟენში. რომ გავზარდოთ საქართველოსადმი ინტერესი და ჩინელი მოგზაურები ჩამოვიდნენ საქართველოში და დათქმდნენ თქვენი ულამაზესი ქვეყნით. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები და როუდ-შოუები პეკინში, შენჟენსა და შანხაიში მიმდინარეობს. საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ ჩინელ ტუროპერატორებს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით. ჩინური ტუროპერატორები ამბობენ, რომ საქართველო მათთვის და ჩინელი ტურისტებისთვის ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა. ჩვენ ვმუშაობთ დიდ ტურისტულ ჯგუფებზე. ჩვენი კომპანია მთელ ჩინეთს ფარავს. სათავო ოფისი პეკინში გვაქვს და ვმუშაობთ გამყვან ტურიზმზე 100-ზე მეტი მიმართულებით. საქართველოში არ იყო მარტივი მოგზაურობა სავიზო რეჟიმისა და ფრენების ნაკლებობის გამო, მაგრამ დღეს ვიზები გამარტივდა. დაემატა ფრენები და უკვე საქართველოში ვაგზავნით ჯგუფებს. ჩინელ ტურისტებს ძალიან აინტერესებთ კავკასიის რეგიონი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ისტორია, მთები, გარემო, ყველაფერი. საქართველოს 4-ვე სეზონზე მიმზიდველია. გვყავს საოჯახო ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოს სამთო კურორტებით. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი უდიდესია ჩინეთში. ვფიქრობ, საქართველოს ტურისტულ მიმართულებას დიდი პოტენციალი აქვს და ჩინელ მოგზაურებს ძალიან აინტერესებთ. 2026-27 წლებში ჩვენ უფრო მეტ ჯგუფს გავაგზავნით საქართველოში. დღევანდელ პრეზენტაციაზე ჩვენ ბევრი საინტერესო რამ შევიტყვეთ საქართველოს შესახებ. ბევრი ჩინელი ტურისტი ნამყოფია ამერიკაში, ევროპაში და ვფიქრობ, საქართველოს მალე გახდება ახალი მთავარი ტურისტული მიმართულება. ჩინეთში მიმდინარე მასშტაბურ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ ქართული კომპანიები და სასტუმროების წარმომადგენლები. ისინი ჩინურ ტუროპერატორებს საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესაძლებლობებს აცნობენ. კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ბოლო პერიოდში ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, რასაც ხელი უვიზო რეჟიმმა და პირდაპირმა საჰაერო მიმოსვლამ შეუწყო. განსაკუთრებით დაინტერესება დაიწყო 2023 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც საზღვრები გაიხსნა ჩინეთისთვის და უფრო და უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, თუმცა შარშან მას შემდეგ რაც უვიზო მიმოსვლა დაიწყო ჩინეთსა და საქართველოს შორის, ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა და უფრო და უფრო მზარდი არის ეს რიცხვი. ჩვენ კომპანიას უკვე გვაქვს გამოცდილება ჩინელ ტურისტებთან მუშაობის და ძირითადად დაინტერესება არის ყველა რეგიონისადმი,
როგორც კახეთში, ასევე სვანეთის, ყაზბეგის მიმართულებით არის ძალიან ბევრი ტურისტი. ველოდებით, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან დაგვეხმარება მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩინეთთან ურთიერთობები და უფრო და უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. ჩინეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ან პერსპექტიული მიმართულებაა საქართველოსთვის და შესაბამისად მსგავსი ტიპის ღონისძიებები საკმაოდ მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, ჩვენთვის, ტურისტული სააგენტოსთვის. მნიშვნელოვანია იმ ფორმატით შეხვედრები, რა ფორმატითაც აქ ტარდება, ვინაიდან გვაქვს საშუალება უფრო დეტალურად გავაცნოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი, აქაურ ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს და მოვიზიდოთ, ასე რომ ვთქვათ, ჩინელი ტურისტები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში გამართულ თითოეულ პრეზენტაციას დაახლოებით 4000 სტუმარი ესწრება.